დერას გვიმაიცები. ხო ის მომღერლის ის. აი ხომ მოიშვი. მოშებული ვერ მაგრამ შენ არა ჩვეულებრივი მასპინძელი. მაგამ ბავშვი ხო? კი ბატონო, ძალიან მიხარია ფაქტურად ჩათვალი დაწყებული მოგადაცემა. YouTube-ია. კაი, მოკლედ. ყოველგვარი განსაკუთრებული შესწავლებს არ გავაკეთებ. ხო და ანასტასია კილაძე არის ჩვენი სტუმარი. აი ჩემი ხელი. ძალიან სასიამოვნოა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის წარმატების გზის მე-6 გადაცემა და პირველი მანდილოსანი. აუგუსტამდე ვიჭირდება მაგამოს, ხო? აქამდე უმამრები იყვნენ და ეხლა რაღაცა ცოტა ისევარო ხარ რაღაცა. ეხლა კარგი ფეხი მექნება და კი, ძელი ფეხი, კარგი ფეხი და გაწმუნებული. ფიზიკურადაც და ისედაც. გაწმუნებული კარგი ფეხი იქნება. ხო და ასეთი გოგონები თუ მინდათ რომ მოიყვანო მეგობრებო, არხი უნდა გამოიწვიო თავისუფლად. სხვაც არა, ხო ისე? რა თქმა უნდა. შენც რა მხარე, კონკრეტულად YouTube-არზე ესეთ პროექტში თუ ხარ დამყარი თუ პირველია ჩემთვისაც შენი პოდკასტი და ძალიან მაინტერესებს როგორ წარიმართება ჩვენი საუბარი. ძალიან კარგი კეთილი იყოს მაშინ. დიდი მადლობა. მოკლედ ეხლა რომ დავიწყო ესე რა, მე საიდან გიცნობ? ვალერი მელაძის ტრენდი რო იყო ხოლმე ეს და ამბავი იყო ხოლმე და ჯერ კიდე იქიდან გადევნებ თვალყურს და სხვათა შორის ეგ ტრენდი რატომღაც ისე იყო რომ რაღაც თქო შენ მოგაჯდა რაღაც კარგად რა ხა კი იმეორებდნენ აკეთებდნენ ვიღაცები მაგრამ აი რაღაცნაირი ავცი სინაზე სიფაგიზე თუ რაღაც ეს შეგქონდა რაღაცა საყვალობა იყო და სულ აკომენტარებდი ხოლმე ვაგულებდი და მართლა? კი შეიძლება ხა იმდენი აკომენტარებდნენ აგულები შეიძლება ხო ძალიან ტრენდული გახდა და შეგიმჩნევია შეიძლება მე დავაკვირდი რომ რაღაც კრიფჩიძეს საერთოდ რაღაცა გადაცემის მომენტები იყო გადმოვედი ნახე YouTube-ზე ვა თურმე მეთქი ადამიანი რაღაცა ხო და მოდი ერთი ორი სიტყვით ვინ არის ანასტასია რომ ჩვენს მაყურებელს და მეც რო უფრო ახლოს კი ბატონო ანასტასია არის ჟურნალისტი რომელსაც აქვს თავისი გადაცემა და ეხა რეკლამა გამომივაშვა კი ყველაფერი შეგვიძლია თქვა სივრცე ანასტასიასთან და ხო ეს კრიფჩიძე რომ ყავდა მოყვანილი გიორგი მსახიობის სტუმრად იქ რაღაცა პატარა ექსკლუზივი გამოგვევიდა რომ ხელმძღვანელი გრძელდება და კი და ძალიან ესე გავრცელდა ეგ ნიუსი და მაქედან უფრო გაიცნო ხალხმა თუმცა ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს TikTok-ერი არ ვარ ჩემთვის რაღაცა სასაცილო ვიდეოს ვიღებ ხოლმე რა შემიძლია და იმ მომენტში რაც მომივაზრად და ვარ კიდე guest relations სპეციალისტი და კომუნიკაციების სპეციალისტი. აჰა. და უკეთეს გეტყვი ვეტერინარიასაც ვსწავლობ. მეორე კურსზე გადავედი. სანამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებდი, საუბრობთ რაღაც ცხოველებზე და ეგ არ გამიკვირდა ახლა ეგ ამბავი. და ეს სივრცე ანასტასიასთან ეს არის ტელევიზიაში გადაღებული და მე რედება YouTube-ზე, ხო? ტელევიზიაში გადის და YouTube-ზეც იდება. ხო, ანუ მაგას ვთქვი, ტელევიზიის პროექტია და ხო. ტელევიზიის პროექტია, კი და მე ნუ განთავსება ხდება ასევე YouTube-ზე, ვისაც უნდა. ქართული არხი, ხო? ქართული არხი, კი ბატონო. კი ბატონო. კიდე გვიყურათ. კი, ხო, ნუ კონკრეტულად რომელიმე ამ კრიფჩიძეს ან რომელსაც მეთქვი, ლინკს ჩავაგდებ აღწერაში. რომელიც გადმოვიდნენ, გამოგიწერონ, ნახონ და მოგისმინონ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გადაცემებია. დიდი მადლობა. ხო და საინტერესო მიქავს და ამას ხოვდა ჩვენთან ცოცხალი ამბავი ხო არის და თან მოდი თან ყავები შემოვიდა, წყლები შემოვიდა იქით-აქეთ რაღაცა თელემბოვი. აი ხა როგორ შეიძლება რომ ეს არ გინდა? მაინც არ გინდა დაფიქრდი. არა. მეგობრებო, არ იფიქრო დაჟი მოტაო, შევთავაზე. ნამდვილად. არა, შევთავაზე და არ შვება. დავასხვა არა შვება. შევთავაზე და არ შვება. დიდი მადლობა. გაიხარე, დიდი მადლობა. ხო, და რაც თავარი არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით არის ასეთი რესტორანი, კოლხური ეზო, ზოგადად ამ თემას. გრილი. ხო, რომელიც არის ჩვენი მასპინძელი, ნებეგენაცო. დიდი მადლობა. რომელიც არის ჩვენი მასპინძელი და მარშალ გელოვანის 31 ნომერში არის ეს ყველაფერი და ეს ლამაზი კუპე გაფორმება ასე შემდეგ და მინდოდა რომ გემრიელად სიუყავამი ერთვა და რაღაცეები, მაგრამ აქ ამას გადავდექით თუ არ დავარეკლამოთ თუ გადავიხდია. მე ვიტყვი რომ ძალიან გრილა. მე დავარეკლამოთ. და გირჩევთ რომ მოხვიდეთ გარეს და შეთარებით. ანუ ნამდვილად არ წვენი უბრალოდ არ გინდა. ნამდვილად არ მე. ხო, ესეც კაიცი ვიყავი საკეთები, რო იცით მეგობრებო. აი რო ვსვავდე კოფეინს საუცილებლადავლევდი, მაგრამ ჩვენებიცეც თქვენი მიკრა მათ შორის ხინკალი ამ გადაცემას არ მოუხდებოდა თორე არც ეგ არ არის პრობლემა ზოგადად და ზოგადად რო გავართ განვაგრძოთ ასე ვთქვათ ეს ჟურნალისტიკის თემა შენი ანუ ეს ბავშვობიდან იყო თუ მე ბავშვობიდან უძობს კოსმონავტობა უნდა გაზობს? ბავშვობიდან იყო, იმიტომ რომ დედამ ყავს ჟურნალისტი.
ოჯახური ამბავი. ოჯახური და ჩემს ორი პროფესია აქვს და მისი პირველი პროფესიაც არის ჟურნალისტიკა და რაღაც ეს გამოვიდა რომ მთელი ოჯახი ოჯახური მაფია. თითქმის გავყევით დედის პროფესიას. ოჯახური მაფია არის. დედა ჩემისაც მისი გადაცემა აქვს და ძალიან სერიოზული ჟურნალისტია ერთ-ერთი საქართველოში და სულ მინდა და რა უყურებდი აი ბავშვობაში სულ თამაშობდი ხოლმე მიკროფონი მეჭირა, სულ რაღაცის აწერას ვცდილობდი და რაღაც ამიხდა ეს ოცნება. რომელიმე ტელევიზიაში არის დედა? თუ ადრე იყო? არის ჩემს ტელევიზიაში დედა. ერთად მუშაობს. სახელი გვარი დედას? მარინე გიგინეიშვილი და გადაცემას ქვია დრო. დრო. კი ბატონო. ჟამთი რამის გაიგებ ადამიანი. კი ბატონო. და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გაზეთი რაც გამოვიდა საქართველოში დედა ჩემის არსებულია. იმასაც დრო ერქვა. სულ დედას. კი. სხვათა შორის ეს ისეთ დღეს იწერება ეს გადაცემა რომ ფერისვალება და გილოცავთ შენს გილოცავ ყველა ჩემ თავსაც ულოცავ და სიკეთისკენ გვეცვალოს ფერი მე გქრებო შიშები თუ გაქვს ფობია თუ გაქვს რამის კი როგორ არა ფობიაც მაქვს და შიშებიც მაქვს ადამიანური და მოდი ვისაუბროთ იქნება და დღეიდან აღარ გქონდეს ბუების მეშინია ბუ კი ჩემ ძმაკაც რეპერ ბუს ეწყინება მართლა მეშინია იმდენად რომ ის სურათის ანუ მულტიფილმში რომ გამოჩნდეს ნუ არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება ანუ ეს ბავშვობიდან ესე იყავი ერთი ჩაიცი რაღაცა ფილმი ვნახებოდიში გაწყვეტინებ რომ რაღაცა ვნახე ეს ბუ და არ მომეწონა და ბავშვობის მერე მაგა ესე რომ სადაც ხედავ ბუს იქ ცალს უარი ნეტა რომელი მულტფილმში ნახე რაღაც ბოლოტი როლი ქონდა ნეტა თუ აი არა ის აი დიდი თვალები ქონდა და თავსაბრუნებდა და აი ეგ რაღაცა ძალიან ცუდა თეთრი იყო რა თქმა უნდა სავეტსკი SSSR-ის კომუნისტური დროინდელი ის იქნება იმის მე ბუები არ მიყვარს ვა დანარჩენი ცხოველებზე და ფრინველებზე არ მაქვს პრობლემა არანაირად კარგი რამე ისეთი თუ მოხდა შენ ცხოვრებაში მაგალითად რამაც აი გარდატეხა მოახდინა და შეცვალე მაგალითად ეს 360 გრადუსთან. აქ ეს როგორ გადაცემა იცი? შეიძლება ხანდახან ძალიან სერიოზული კითხვაც იყოს და შეიძლება ძალიან ხუმრობითაც და გადავიდეთ გადმოვიდეთ და მე პრობლემა არ მაქვს არაფერს და შენს პრობლემა რა გაგვიცი და ასე რომ ვიცი რომ ორი ჟურნალისტის შეხვედრა უფრო სასიამოვნო. ჟურნალისტად მე ვიბრალებ ჟურნალისტებს. როგორ გამომდის ეგრე? არაჩვეულებრივად გამოგდის, რაც დანახი მაქვს და რასაც გიყურებ. დიდი მადლობა. გარდატეხა ბევრმა რაღაცა მოახდინა კი რაღაც სხვანაირად ასაკთან ერთად გამოცდილებასთან ერთად სხვანაირად დავიწყე რაღაცა კითხების ყურება ადამიანების აღქმა რაღაც მაგალითად თუ ადრე კონკრეტული ადამიანის აქციელს ვიტყოდი რომ რაღაცა ის რატო გააკეთა ან ეს არასწორია ან რაღაცა უფრო განსჭა ცოტა ცუდი სიტყვა იმიტომ რომ ნუ ეს არ მახასიათებს მაგრამ ნუ ცოტა ისე უყურებდი და ეხლა უფრო ვფიქრობ რა მიიყვანა ეს ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე რომ ეს გაეკეთებინა და ზოგადად ვისწავლე რომ ადამიანებს არ უნდა მოთხოვა ის გაკეთებას არ შეუძლია და ჩემ წარმოდგენებს რადგან არ ამართლებენ იმას არ ნიშნავს რომ ისინი რაღაც ცუდები არიან ხო აი მე მივხვდი რომ ადამიანების პრობლემა ეგ არის რომ ჩვენ რაღაც საკუთარ თავში შევქმნით რაღაც ადამიანის ტიპаж და მე იმას რო არაკეთებს გწყინს და არ არის იმას მისი სიმართლე აქვს და აი კონკრეტული ფაქტი თუ არის მაგალითად რომ ის გამოც ეს გადატეხა მოხდა კონკრეტული ფაქტი თუ იყო მაგალითად კი, ბევრი იყო ადამიანური ქალური გულისტკენები, რა თქმა უნდა, რაც საყვარელი ადამიანების დაკარგვა, რამაც მე რაღაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ნუ ყველაზე მთავარი რაც იყო ჩემი ბავშვობის დაქაის და მამის გარდაცვალებამ, რამაც ნუ აი მართლა 360 გრადუსი შემოატრიალა ჩემი ცხოვრება და ცოტა უფრო მე ადამიანების ფსიქოლოგიით უფრო დავინტერესდი და იმიტომ რომ მინდა და რომ საკუთარი თავისთვის მეშველა პირველ რიგში. და მე ცოტა მაგას ცოტა დეპრესიისკენ მიდრეკი ხო არა ხო? არა, ცხოვრებაში არ მქონია დეპრესია. ეგ კარგია. არასდროს. თუმცა ნუ ცხადია ვისაც აწუხებს, არც ეგ არ არის. ხელოვან ადამიანებს გვაწყობს, რომ გვაქვს ხოლმე ხანდახან რომ რაღაცა თუ არ გამოვა აი თითქოს ეგ აუცილებელია ხელოვანი ადამიანისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე რაღაც საინტერესო შემოქმედება რაღაც ესეც რთულ პერიოდებში უფრო იქმნება. ზოგადად ეხლა მე როგორც მომღერალს მაგალითად ჭირდება ხოლმე ექტება რომ ხანდახან თუ განსხვავებაზე ვარ მაგალითად წვერ ეხა ტაშპანდროს ვერა მაგრამ სევდიანს მაგალითად გუზდას უსო ჩავდებ წვიმა რომ მოდის რაღაცა უცებ მუზა მომდის და რაღაც ეს რაღაცები არის ხოლმე კი ხელოვანი. კი მგონია რომ მეც აუცილებელია ხელოვანის.
დედაზე ვისაუბრეთ და ზოგადად დედის გარდა აი მისაბაძი ადამიანი ვინ არის შენთვის მაგალითად ვისაც მიბაძა რომ აი თქვი რომ აი ხა კონკრეტულად თუ ამ სფეროს გადავხედეთ თქო ჟურნალისტიკას მაგალითად რახან ეს სფერო აირჩიე დედის გარდა თუ არის სხვა სიმართლე გითხრა არა პრინციპში დედაზე და არისიც არა დედაც მისაბაძია იმიტომ რომ ნუ მისი რა იმიტომ დედა და ძალიან კარგი ჟურნალისტი და პროფესიონალია, თუმცა ბავშვობიდან აი ეს კუმირიც არასდროს არ მყოლია რა, აი ბავშვობაში რო იცოდნენ. ხო, აი გაკვრა კედელზე ან ოთახში სურათების, მსახიობების მომღერლების არასდროს არ ქრაშს შეძახიან, მაშინ არ ეძახიან. არა, ქრაშავდი ესე, მაგრამ ნუ ეს რაღაცა გამიჩნდება. მაგრამ არ იცოდი მაშინ ქრაშვა იყო. ხო, მაშინ არ იცოდი რა მას ქრაშვა იყო და მაშინ უბრალოდ თაყვანის მცემელი ვიყავი და მაგრამ არასდროს არ მქონია რა, აი მინდოდა რომ რაღაცა ეს მისნაირი ყოფილიყავი, ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი ჩემნაირი. ხო, თუმცა ეხლა ეს და ეს მისაბაძია. ოჯახური გარემოდან გამომდინარე პრინციპში იყო ხო სხვა. და ისე ზოგადად ჟურნალისტის თემაში ვაყოფილიყო, გიფიქრე რომ სხვა რა სფეროში შეიძლება გეცადა შენი თავი. ან თუ გიცდია. სხვა სფეროში? როგორც უკვე გითხარი, სპეციალისტი ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობისაკენ. და ვეტერინარის ამბავსაც არ ვითარებ თუ? აი ვფიქრობ, ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ და რაღაც სხვა გეგმები მაქვს და ვნახოთ როგორ წარიმართება. ანუ ესე იგი გამოდის ჟურნალისტიკა სადღაც მესამე ადგილზე გამოდის თუ ესე მიყვებით? ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით მუშაობ, სხვა მიმართულებით არ ვმუშაობ, თუმცა რა შეიძლება განვითარდეს სხვა მიმართულებით? ხატია. რაღაც ახლის ძიებაში ვარ. რატომაც არა თუ ამის შესაძლებლობა გაქვს. მით უმეტეს ამ საუკუნეში, შესაძლოა უკვე ხელი მიგიწვდება ყველაფერზე. ყველანაირ ცოდნაზე რატომ უნდა თქვა უარა? ხელის გულზე არის ყველაფერი აბსოლუტურად. კი, რაც გაინტერესებს. რატომ ხდება ხოლმე ხანდახან ეს რომ სიკეთე ბოროტებაზე ვერ იმარჯვებს ხოლმე? ხანდახან ფილოსოფიური შეკითხვები შეიძლება. კი ბატონო. კარგი კითხვაა. მე იცი როგორ სტერეოტიპი მინდა დავანგრიო სანამ იტყვი. ხო არის ხოლმე ეს რომ ლამაზი გრძელფეხება გოგონა ანქერა მიშოლობა არა შავგრემანი რომ ნუ უკვე ვიცი ხო ხდები რა რაღაცა თითქოს აი მხოლოდ შეუძლია ისაუბროს რაღაცა მოდელობის გარშემო ფეხბურთელებზე მაქსიმუმ და რაღაცა ესეც და მინდა ეს ექსპერიმენტი დავუნდრი სიამოვნებით აგეხმარები მაგაში თუ შეუძლებ ცხადია მგონია რომ მუდმივად სიკეთე რომ იმარჯვებდეს მე ბოროტება ძალს დაკარგავს და თქო ბოროტებამ რო ძალადაფასი დაკარგოს, მე სიკეთეც გაუფასურდება. შესაბამისად, ამ ბალანსისთვის, ცხოვრებისეული ბალანსისთვის აუცილებელია, რომ ის რაღაცა ბოროტებაც ვნახოთ. იმისთვის, რომ მოხდეს მე შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო გადაფასება. კარგი საცურველი. რამდენად მიამიტე ხარ? ვიყავი ძალიან მიამიტე. აი ძალიან, აი გარდატეხავდა, რასაც უკვე ვისაუბროთ, ვიყავი, ნუ აი უზომოდ მიამიტე. ეხლა უფრო ადეკვატურად და უფრო ის ვთქვი, რომ ობიექტურად შევაფასო რაღაც მოვლენას. ხო, იმიტომ რომ მაგდროს თუ ეგ არის ხოლმე სიკეთეს და ბოროტის ამბავში, რომ აი შეიძლება სარგებლობს ადამიანი დავუშვათ ჩვენით, რომ ეს იმდენ მიემიტი ამას ვერ მიხვდება კაცო და ისე გაჩნია ადამიანს შეიძლება არ იყო მიამიტე, მაგრამ მაინც მოხდეს აქ. ნუ რა გაჩნია როგორ ეიმდობი ადამიანს და რას ნიშნავს ის შენთვის. შეიძლება რომ აი არ იყო მიამიტე, მაგრამ იმდენად გიყვარდეს. თუნდაც მეგობარის პარტნიორი შობელი იმედია რომ არა ნუ ხშირად ხდება სამწუხაროდ რომ ნუ მიენდო და გამოვიდა ისე რომ ხო მაინც იმდენად მიამიტე არ დაჭირდეს ისედაც ცუდი რაღაც გაიგეთოს. აი რახან სიყვარულსაც შეეხე, რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში შენი ეზით სიყვარული? ჩემი აზრით სიყვარული იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც მზადიქნები მისთვის. და სიყვარულისთვის მზადყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრით რა თქმა უნდა რომ რაღაც ადამიანი უბრალოდ მიიღო ამას ძალიან დიდი მუშაობა და ძალიან რაღაც სხვა სიღრმეებში ჩასვლა ჭირდება. ამიტომ გონია რომ ხშირად ვერ იქნები სიყვარულისთვის მზად. აი შენის კატეგორია ხო მაგალითად დაინახე ვიზუალი, ვაიმე დავეცი კაია თუ შევხვდე ერთხელ მაინც სულიერება მაინც გავიგო მის. უკვე ეგრე ვარ. კაი, ნუ ბადრო ვიყავი რა ვიზუალით ვიყავი აღფრთოვანებული და ნუ მე მაშინ ისაც პატარა ასაკში არ გაგფასებულობები და არ გაგადაფასებული რა არის შენთვის ღირებული და რა არა და ნუ მე როგორც უკვე აღნიშნე ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ეგეც მოდის და ეხლა ჩემთვის პრიორიტეტულია რომ ადამიანი იყოს ჩემი მეგობარი და ჩემ ღირებულებებს ემთხვეოდეს. თუმცა ვიზუალიც პროსტუჩნებს მაინც. გაჩნია.
მაგრამ ის გამოთქვაც რა ხომ რაღაც მახინჯისულია და რაღაც არ ვიცი რამდენად არის. მე მგონი ეგიც რატო არის რაღაც ფოროტების მოგონებია. არა, მგონი არა, იმიტომ რომ რაღაც ადამიანებს შური იპყრობთ მე როდესაც რაღაც ან ბოღმა და მე ის სულსაც უმახინჯებთ, მაგრამ არ მგონი ადამიანს გააჩნია. ეგრე კარგი და ლამაზი ადამიანებიც არსებობენ მახინჯისულის. ხო, მაგრამ მე და შენ არ მგონია მახინჯისული იყოს, რა ვიცი ახლა. მეც წინავთ ამ კუპესა ესე. ვამწყინებ. განათებაც კი არ გჭირდებოდა. საჭიროა, მაგრამ მაინც შეიძლება ილეკლავდეს იქითაც უთხოვდეს ჩერეშებ შენ რა გიტყვის ახლა. მე ვეცებია სოთაშვილს რამდენი კომპანიები შემოთავაზა რა მაგის პასუხი ახლა პოდკასტის თემა რო ხანსად გადახვალ ხანსად რა. რო ესა თვის გადანერგვა და რაღაც უნდა თქვი აღარც მახსოვს ბოლოს როდის მქონდა და შვენილად სტილისტურად ხარ შეფისებული და ეხა კიდე გადაინერგე ახლა ისინი არჩიე ვარცხნილობა ის შვენილად უწევს დაივაცე რაღაცა სათხარ შამპუნის ბევრი არ გჭირდება დიოცეც დაისხა და შენ სტილში ჩდება და მე ძალიან მომწონს ხათშებს დიდი მადლობა როგორი სიმთვრალი ზოგადად და თუ გიყვარს ძალიან ნუ მიყვარს რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველს ჩვენი კარგი. რაღაცა ისე თამაშასავი ყველა ქართველს. რა თქმა უნდა, მიყვარს ზომიერების ფარგლებში და სიმთვრალემა გარაჩვეულებრივი. რა დაგიშავება სიმთვრალეში? ან კაირა გაიგეთებია განსაკუთრებით, რომელიც გინდა იშტო. გასვამობის ეპიზოდებში ძირითადად შინაურ ცხოველებს ხელს ვკიდავ და ვცდილობ რომ სახლში წამოვიყო. ანუ ეგ არის ჩემი ყველაზე დაშავება ალბათ სიმთვრალეში. და მე თვითონ რამდენი ფისო და ფისო კი ამის ვიდეო მასალა არსებობს კიდე უამრავი ჩემი მეგობრების რომ აი ვინც იპოვის იმისია და ხელს ვკიდავ და მომყავს და ნუ ჩემი მეგობრები მართლა საყვარლობა არის კაცო. ნუ ისე არა, ესე არ მახსენდება რამე. საყვარელი სათგზელო არის. მიყვარს სხვადასხვა ძალიან საძირწელოები. არ ვიცი, ალბათ ყველაფერი იმას გაუმარჯოს, რაც გვაბედნიერებს. გაუმარჯოს. მართალია, არაფერი არ ძალიან, ან ალკოჰოლური შეიძლება ალკოჰოლური შემომეთავაზებინა ორი არ გქონდა, არ შემომეთავაზებია სპეციალურად. სამწუხაროდ საჭესთან ვარ, თორე სიამოვნებით. მაგაზე ორ დაგეწოდი შემდეგს. მაშინ შემდეგზე გავაკეთოთ ესე. ეგეთი გადაცემა მაქვს ინგრედიენტი, სადაც ვაგებულეთ ხოლმე, სასმელებს, საჭმელებს და ასე შემდეგ და ძალიან კარგი სტუმარები იქნება მაგადაცემაში. იმ გადაცემაში მოგიწევ, ოღონდ გულით უნდა თქვა, იმიტომ რომ რახან მოყვედი და ერთმანეთს გავიცემ. ხო. დალევა იქნება თუ ჭამა იქნება თუ რაც იქნება, ესე გულით სულით ესე კაი სტუმარი. როდის არის ჩავინე? მალე გავაკეთებ რა. რადგან ერთხელ მოყვედი ერთი გაიხსნა ეს ნავსი გადატყდა, ასე ვთქვათ. სულ კონდა ჩემი იმედი მაგ საკითხში ძალიან კარგი გურმანი ვარ. ადვილად ფეთქებადი ხარ? არა. არა. ძალიან დიდი დრო მჭირდება. ეს გამოიმუშავე თუ თავიდანვე? ყველაფერი როგორც აღმოჩნდა გამოვიმუშავე, მაგრამ ნუ რეალურად ახლა მართლა ხო ვერ მოვიტყუები და დაბადებიდანვე ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ და მშვიდე არა. ხო, დაბადებიდანვე ეგრე ხო არა, ცხადი არა. გამოვიმუშავე არა, შინაგანად უკვე თავისით რაღაცებს უკვე ადამიანი ხვდები რომ ის არ ღირს აფეთქება, ისაფეთქება გადაივლის და მე დარჩება რაღაც ისეთი სიტყვები და ნათქვამი და ისეთი წყენა, რომელიც შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოასწარო, ვიდრე ის პრობლემა, რის გამოც ესე ფეთქდები. იქნია ეგეთი რამე, რომ მე აი თვალებში ვეღარ შეხედავ ადამიანს და აი რა ძალა მედგა და რაღაც. არა. სხვათა შორის რაც არ გაბრაზებული ვიყავ, ყოველთვის მაქვს ის, რომ არასდროს ადამიანს ისეთ რაღაცას არ ვეუბნები, რასაც ვიცი, რომ მე ვინანებ. ანუ მაგდონეზე იყვან თავსხოთში? გათავისებული მაქვს შინაგანად, რაღაც ეგრე ვარ. არასდროს ვეუბნები იმას ისეთ წარე რაღაცას, რაც ძალიან ატკენს გულს. ნუ ეს ზედაპირული რაღაცაა. ზედაპირული წარე ხო? ზედაპირული რაღაცაა, კი, მაგრამ ის მის რაღაც პიროვნულობას ესე უხეშად არასდროს არ ვეხები. იმიტომ რომ ყოველთვის კიდე არ რჩება რა დაღად ადამიანს და ანუ სადღაც აუცილებლად გაახსენდება რომ შენ ეს უთხარი. ხო, განსაკუთრებით ურთიერთობაშია ხომ ეს რაღაცა შეიძლება ისეთ რაღაცები უთხრან ხომ ერთმანეთს რომ მე კი აგზელებენ ურთიერთობას, მაგრამ რაღაცა ილექება აუცილებლად. ყველა ურთიერთობას იმდენად მეგობრებთან, თუნდაც მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, ყველა ურთიერთობას იმდენად დიდი მუშაობა ჭირდება, რომ ესეთი მარტივი რაღაცეების გამო, ერთი წაჩხუბების გამო, რომ აი სამხელო ბზარი გააჩნდა, რომელიც შეიძლება საერთოდ ვეღარ ამოავსო, არ ღირს.
ნამდვილად. შენ წინანებ, შენ თვითონ შეგაწუხებს, იმასაც შეაწუხებს. აი რა კაი თემაზე გადახვიდი, რას ნანო ყველაზე მეტად ცხოვრებაში. კიდევ შენ თვითონ გადაყავს თემი, საინტერესო. იყო რაღაცები ჩემს ცხოვრებაში ნაბიჯები, რომლებსაც ნანობდი. მაგრამ მე მივხვდი, რომ იმ ნაბიჯებით და იმ რაღაც დაშვებული შეცდომებით ზუსტად იმ წერტილში მივედი, სადაც ახლა ვარ. და მგონია, რომ თუ ეგ რაღაც შეცდომა არ გაიარე, შენი რაღაც არასწორი ნაბიჯი არ გადადგი და თუ ცუდად არიყავი, პიროვნულად ვერანაირად ვერ განვითარდები. ანუ შენი სულიერი მდგომარეობა დარჩა მუდმივად რაღაც ბავშვურ ბაბლში, სადაც თუ რაღაც ბედნიერი ხარ, რომელიც არ მგონია რომ მუდმივად ვინმე ბედნიერი იყოს, მაგრამ ალბათ არიან ადამიანები. მაგრამ მგონია რომ შეცდომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. რაც შეიძლება რა დაუშვა იმისთვის რომ გაიზარდო და რაღაცა მე ადამიანი შეიქმნა რა. ამიტომ რეალურად გამოდის რომ ესე არაფერს არ ვიყო. იმიტომ რომ ყველა შეცდომა დასაშვები იყო და დაუშვა. მაგის garaშე ახლა ისე არის მაგ საკითხზე ხშირად არის ხოლმე კამათი რომ მაგალითად აი მშობლების და შვილის მიმართ რომ ვაიმე ეს არ აქნა, ვაიმე ის არ აქნა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ თუ რაღაცა პათოლოგიისკენ ამის კლიდან ახტება მაინც და მაინც ხო, ეგ ყველაფერზე ეს აქნა, ის აქნა, ეს აქნა, რაღაცა ცოტა ისეთი მომენტია, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ დაუშვა შეცდომა თვითონვე თუ არ მიხვდა იმ ყველაფერს მე შეიძლება უფრო რაღაცა პირიქით აქეთ წამოგაძახოს თორე ცხოვრება რომ მე რო ესე მექნა, ან მე რო ისე მექნა, შე რო ესე არ გეთქვა და რაღაცა. განსაკუთრებით ჩვენ თაობაში, ახლა უფრო თავისუფლად ზრდიან, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ უფრო რამდენი ჩემასაკზე რამდენი ლაპარაკობ, მაგხელაც არ ვარ. 31 წლის ვარ მხოლოდ, მაგრამ ნუ ეხლანდელი ჩემი თაობა უკეთესად ზრდის მგონია ბავშვებს, უფრო თავისუფლად. უფრო აი ჩვენ 90-იანების ბავშვებს ქონდა რომ რაღაცა მე არა სხვათა შორის ძალიან თავისუფლად ისე გავიზარდა, მაგრამ ისუ იყო რომ ჭამე, იმეცადინე, მაგალითად მუშაობა რო დავიწყე. ამოდი ჭამე და ჩადი და რაღაც პროგრამა. სხვათა შორის ეზოში არ მიშვებდნენ თანხლების garaშე, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ისეთი საშიში პერიოდი იყო და ხო, მაგრამ თკილა და კარგად გვახსენდება ეხლა ეგ მე 90-იანელების ვარ და კი, გეთახობი ხა და აი მგონია რომ აუცილებლად მისი დასაშვები შეცდომა ადამიანმა უნდა დაუშვას. რაც არ უნდა გააფრთხილო, ვერ არიდებ. ის ექნება გონებაში, მაგრამ საკითხის წინაშე დადგება აუცილებლად მაინც დაუშვას. და მე რა ნუ ერთადერთი იქნება, ხო გეუბნებოდი, ხო მეუბნებოდი რა. აი მე შეფს რა არის ქართველობა? მე ზოგადად ძალიან პატრიოტი ვარ და ძალიან მიყვარს საქართველო. კი. ჩემთვის ქართველობა არის ყველაზე მეტად რითიც გამოვარჩევდი ალბათ ჩემს ქვეყანას, მგონია რომ ერთმანეთის გვერდში დგომა. თან ახლა განსაკუთრებით თუ ჭირდება ამ ბოლოს ესეთი ამბებია. ზოგადად სულ აი მაქსიმალურად სულ ისეა ხოლმე რომ აი სულ გაყოფა და რაღაცა ერთიანები იშვიათად ვარ ხოლმე. ფეხბურთი თუ არიან რაღაცა ესეთი. მაშინ შეიძლება გაგვიმართლებს ხო. მესმის, მაგრამ ეს ნუ თამდები ნაწილია ნებისმიერ საკითხში, ყველანაირ საკითხში ორად უნდა იყოფოდეს. ხა ერთაზროვანი საზოგადოება რო ვიყოთ. ხო, ეგეც ძალიან ცუდი იქნებოდა ცხოვრება ალბათ. ნუ სულ სადღაც ვიქნებოდეთ გაჭედილები ერთ ადგილას და ანუ ეს ერთმანეთს არ ვითარებს. პოზიცია ოპოზიცია ცხადია პოლიტიკას არ ვეხები ნებისმიერ საკითხში რა ეს აუცილებელიც არის მგონია მაგრამ ნუ რაღაც ჩარჩოების ფარგლებში ცხადია თავისუფლება რა არის შენთვის აფრე ბუზინიკი გავჩვით რატო შეიძლება თავისუფლება ჩემთვის არის კარგი კითხვა იმის გაცნობიერება რომ სხვა ადამიანის პირადი სივრცე არ უნდა დაარღვია ჩემი თავისუფლების გამო, ანუ თავისუფლება ჩემთვის არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. თავისუფლება ჩემთვის არის ის, რომ ვიცოდე ზუსტად ჩემთვის რის გაკეთება შემიძლია და რისი არა. შინაგანი თავისუფლება. ანუ შინაგანი ცენზურა, სანდეც მოგცემ საშუალებას. მორალი. ხო. ნასაუცილებელია. სვინგისი და ნაუსი. კი. და თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება, რაღაცა მე მაგალითად ესე ვცხოვრობ, რომ ნაკლებად ვაქცევ ძალიან აი რამდენიმე ადამიანია, ჩემი ოჯახის წევრები და ნუ ერთ-ერთი ადამიანი, ვისი აზრით ჩემთვის ნუ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი ცხადია, ანუ არის რაღაც საკითხები, სადაც ნუ მაგ ჩემი რაღაც კონკრეტული აზრი და ისა, მაგრამ
თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ არ ვცდილობ მაგალითად, რომ სადღაც მოვხვდები ახალ გარემოში, ვიღაცას თავი მოვაჩვენო, რომ აი მე როგორი კარგი დინჯი და რაღაცნაირი გოგო, რაღაც ნიღბების მორგება არ მჭირდება, იმიტომ რომ მე მიღებული მყავს ჩემი თავი, ვიცნობ ჩემ თავს და ვიცი, როგორ ვიქცევი, შესაბამისად მე თუ მომწონს ჩემი თავი, ის სხვა ადამიანის არჩევანია მოვეწონებით ვარ და არ ვთვლი, რომ რაღაც უნდა მოვერგო იმ საზოგადოებას, რა საზოგადოებაში ყოფნაც მიწევს. და თავისუფლება ალბათ საკუთარი თავის სიყვარული არის კიდევ. რამაგის პასუხები, ახლა გიყურებ რაც მოხდა. მოდელობაზე არ გიცნობთ, ან ფოტომოდელობაზე, ან ზოგადად. მართლა გულით მაინტერესებს რა, არ გიცდია? რატომაც გონიო რაღაცნაირად ფოტომოდელობაში, რატო იცი რომ არის ხოლმე ხო ეს გამოთქვა ესეთი რომ კამერას უყახარო და რაღაც აღებითი გამოთქვა რა. ეხლა იმაშიც ხო გნახებ YouTube-ზეც, TikTok-ზეც, იქ ხა. ნუ YouTube-ზე ცოტა მაინც ცდილობ რაღაც დახვეწება, დავარცრად მაინც ის გადაცემა სტილისტურად, აქ უფრო თავისუფლად იქნები და იქ მაინც ვერ იქნები ისე რაც შევატყვი. ჩარჩოები აქვს ცოტა მაინც ტელევიზიის ფორმატისკენ უფრო არის ხო? ფორმატიდან გამომდინარე ხო და აი TikTok-ზე მაგალითად აი იქ როაკეთებდი ის მე კიდე ეს ამბავი. ტრენდის ამბავი და რაღაც აი თავისუფლად ეს რო იყავი რაღაც ძალიან ისე ჩანდა რომ აი მაშინ ვიღებენ ხოლმე კლიპებში, მაგალითად და სხვა სარეკლამო გოლებში და ასე შემდეგ. იქნება ამ გადაცემის მე რა იცი რა. იქნებ მივიღო შემოთავაზებები, რატომაც არა, ძალიან ღია ვარ ყველანაირ შემოთავაზებაში. სხვადასხვა იყო ასეთი შემთხვევა 2011 წელს გულიდე არის ჩემი ზვაკაცი, ბელგიაში ცხოვრობს რეპერი არის და ჩამოვიდა გადავიღეთ კლიპი. ბედინა იყო ჩვენ კლიპში, ცხონებული შავი პრინცი და ბაბეტა. ისი მეუღლე სამწუხაროდ არც ერთი აღარ არიან. ხო და მაგ კლიპში მიიღო ჩვენმა მეგობარმა გოგონამ მარიამ ბერძენიშვილმა მონაწილეობა მოკითხა მარიამს და მაგ კლიპში რო გადავიღეთ 2011 წელს ხო აი ტრამპლინი როგორ წავიდა ეს კომედი შოუში და სად აღარ გადაიღეს მოკლედ რა ეხა თავის თემებია კიდე და რაღაც ფილმები და ამბები და იქი და მოკლედ ძალიან აი ესე გამოდგა რა წარმატებული ჩვენთან კოლაბორაცია ასე ვთქვა რა იცი და რა იცი რა ხდება ფულის გამო თუ შეიძლება ყველაფერზე წავიდეს ადამიანი. არა და არა. ეს არა იმიტომ რომ გადაცემისთვის მართლა ერთი. არა და არა. არა. ერორი ჩაი. აი მართლა არა. ცხადი არა. ან ჩემთვის არა და ყოველს მისი ცხოვრება აქვს და ვისაც რა უნდა ისაკეთოს, მაგრამ ჩემთვის არა. ჩემთვის რომელიც ადამიანის მორალს ეწინააღმდეგება ნებისმიერი რამ და მით უმეტეს ფული აი ხო არის რომ ერთხელ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე რა მოხდა ერთხელ ცხოვრობს და ყველანაირი სიამოვნება უნდა მივიღოთ მაგრამ ხო ჩემ თავს თუ გადავაბიჯე და ჩემს სინდის ნამოს როგორც წერანა სინდის როგორც წერანა ხსენა მაშინ ეგეთი ფულით რა მე რა ხდება ანუ მე ამჯერა რომ აქ ცხოვრობთ მარტო ნახევარში ასაკმე. კარგია, განაგზა. ანუ ჩემთვის ეს ცხოვრება არის რაღაც ეს ცხოვრება, რომელიც მოგვეცა საჩუქრად და რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მგონია რომ მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღეთ, მაგრამ ანუ ათეისტი არ ახარ, ეგ უკვე კარგია. არა. ძალიან მორწმუნე ვარ. სამწუხაროდ არა იმდენად ეკლესიური და უშად როგორიც მინდა, მაგრამ ძალიან მორწმუნე ვარ და და მაგის გარეშეც სარწმუნოების გარეშეც ისაც ჯერა რომ რაღაც სხვა სამყარო არსებობს. შეიძლება ის კონკრეტული საკითხი აი როგორც 64 და ჯოჯოხეთი განიხილება ეგრე არა, მაგრამ მგონია რომ ჩვენ ყველას ჩვენი 64 და ჯოჯოხეთი დაგვხვდება და აქ რაღაცა გავდივართ გამოსაცდელ ეტაპს. არ მგონია რომ იქ შეწავლოთ რაღაც სხვა დაიწყება. მე როგორ ვფიქრობ, იცი, მაგ საკითხზე სულ მაქონე ეს ფიქრი რა ჯერ ძალიან სიკვდილში მქონდა ხოლმე ერთი პერიოდი წლების წინ მე მირჩიეს რომ ლოცვები გააძლიერე აქეთ-იქით და რაღაცნაირად თითქოს ცოტა მომეშვა რაღაცნაირად რა ხა ტრაფალგოთ არ ვსაუბრობ მართლა ეგრე იყო რა ხო და მე მაინც კიდე როგორ არ ხომ ეს მარტოაც არჩევი და ფიქრობ ხო ეს საფიქრაი დრო როგორ ბევრი ამიტომ გიჩვენოთ ყოველთვის რაღაც ტიპი დაკავებული უაზრო რაღაცებზე არ იფიქრე ხო და აი ესეთი ფიქრები მაწყობს მოკლედ რა. არ ვიცი რა რამდენად გამოყვება ამ ყველაფერში, რომ ვიცოდე მეთქი, რომ ჯვარი წერია ყველას და 1000 წელი ვიცოდე რა. არ გვინდა. შეიძლება ბევრი, რა ვიცი, როგორც არის მოკლედ, კაი იყოს 100. ხო და
აი რომ მოვკვდებით მეთქი და გარდავიცდებით, აი რომ ვიცოდე რომ ახლა როგორც მესმის, როგორც ხედავ და აღვიქავ ეს ცნობიერება რაც არის რა, ის სულის სახით, მაგრამ იმ ცნობიერები ვიცი რომ ის ვარ, აღარ შემეშიდება, მაგრამ რომ შეიძლება კი არსებობს სული, მაგრამ რო ვიცი რომ დავშვა შეიძლება ის სული იყოს სადღაც, მაგრამ ნუ მე ამას ვერ ხედავ არ მესმის და ის ცნობიერება არ ამაგ და ჩემთვის ამ შემთხვევაში რაღა მნიშვნელობა აქვს დაუშვათ იმ თემაში ხვდები რაც ვამბობ, მე თუ ვეუბნებ რომ ის ვარ. ხო და რატო ფიქრობ რომ ვერ გძნობ ის ხარ? ხო და მაგას ფიქრობ შენი სხეული ხარ თუ შენი სული? ხო და მე ვფიქრობ რომ რატომღაც ეხლა ცოტა პესიმისტურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ რომ რატომღაც იცნობიერება შეიძლება იშლებოდეს და რჩებოდეს როგორც სულის სახით რა, ჩატე სული შეუძლებლად რა. მე მგონია რომ შენ ცნობიერება აღო თამგა დეპრესიაში ჩაგდება თაყულოდ ჩემი აზრია ეს. თანხმად რა ხარ ერთმანეთთან და შერწყვა და მე მგონია რომ აუცილებლად გაკვარ. ანუ შენ ფიქრობ რომ ცნობიერებაც შესაძლებელი ხო? მაშინ შეიძლება ნაკლებად შემეშინდეს კიდე. იცი რა არის, ეგ ერთადერთი რაღაც არის, რაც ზუსტად ვიცით ყველამ რომ დაგვემართება. ხო არაფერზე გარანტია არ აქვს. თუმცა დავფიქროთ მაგაზე და მაინც ბოდიშ და ფეხებზე კიდე ბევრი რამე რო მოკვდები ასეც მე კაცო დღეს რა გავაკეთე. სანამ ფაქტის წინდა შეერდადგები და მე ვეცებ რომ ეს შიში გეწყება რომ ვაიმე, არ ვიცი ხო თუ ქონიეთ, მაგრამ ხო ისა ყოველდღე ხა ის რთულია ხა ყოველდღე იმით რომ იცხოვრო რომ აუ ხო მე მოვკვდები და დღეს ბოლო დღე იყო ჩემი რაღაც მომენტში. სულ რაღაც დაჭიმული ხარ, სულ ტონუსში ხარ, არა შენთან სულ და მისცე უცებად მოდუნების საშუალება და სიამოვნების მიღების საშუალება. მე თუ იმაზე ვიფიქრე, მუდმივად რომ უნდა ხვალ შეიძლება არ ვიყო. ვერც იმას ვერ შევირგებ რომ ეს კაიცივი წყალია ამ სიცხეში და როგორ ზიამოვნო. კაიცივი წყალია ამ სიცხეში. მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კოლხური ეზო მარშალ ბელოვანის 31 ნომერი, მოდით ძალიან ლამაზია. ეზო კუპეები, თორნიკი პატიშვილი გიმღერეთ თქვენი მონამორჩილი, ასეთლამაზი გოგონები მოდიეხობე და ასე შემდეგ. რიტუალი თუ გაქვს რამე მაგალითად ან გადაცემის დაწყების წინ, ან რა ვიცი რაღაცა. აი ხო არის ხოლმე ხანდახან რაღაცა რიტუალია. და სხვადასხვა შორის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაც ეგეთი რაღაცები, მაგრამ არ მაქვს სამწუხაროდ. არანაირი არ გაღვიძების, აი ყავა ის რაღაცა პატარა რუტინა რო არის, ღამის რუტინა, ესეთი არა. ნუ ერთადერთი რაც შეიძლება ჩაითვალოს ხა რო ვთქვა რომ წიგნის კითხვა მიყვარს ძილის წინ და ისე ვერ ვიძინებ, მაგრამ ბოლომდე კლიშეები თქვი. აი ძალიან TikTok-ის სკროლვა მიყვარს ძილის წინ. TikTok-ი გიყვარს კი. თუ შეიძლება ეს რუტინა ჩაითვალო, არ მაქვს ეს სამწუხაროდ რუტინა და ვიფიქრეთ მაგაზე მადლობა დამოფიქრე. ხშირად გამოიერეხო და? აუ, დამპატიჟე და? კი ბატონო, ხშირად გამოიერეხო, მიყვარს მე ხელოვან ხალხთან ურთიერთობა და ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, ხა ზოგი რო ხო იცი რომ აუცილებლად რაღაცა ისეც უნდა წარმოადგენდეს. უბრალოდ როცა ადამიანს გაიცნობ, ეხა მესმის რომ TikTok-იდან შეიძლება არ ჩანს ის, არც მე, არც შენ. სოციალური ქსელება და საერთოდ მაგრამ რატო დაგიცახე შენ და არ დაუძახე სხვას ვინც მაგ ტრენდებში იღებენ? გონი ვალერი მელაძის ბრალია ეგო. წარმოგეწონა ეგ ტრენდი. არა, რაღაცა თალმანდის წარწერები იყო ხოლმე, ხო, რაღაცა რა ის. და ხოთში კი, კაცი და ბიჭის ეს რაღაც ერთად. მაგრამ ეგრე ფიქრობდი თუ არა? მოიცო ხალხს განუმარტოთ ხა კაცი და ბიჭი. ანუ თემა როგორი იყო შემდგი შემოგვიწი ტრენდის. ხო, ეს ტრენდი იყო. როგორი იქცევა ნუ ზრდასრული ჩამოყალიბებული მამაკაცი და ნუ ბიჭი რომელსაც ჯერ მანდილოსთან ურთიერთობაში. მანდილოსთან ურთიერთობაში. და თან აპ ესე იძახდნენ ხო მე ხარ მოკიო ესე. კი, ნუ ასაუბრებდით ვისაც TikTok-ი აქვს, ყველას ემახსოვრება და კი, რაღაცაებში ეგრო ფიქრობდი. კი, რაღაცაებში ეგრო ფიქრობდი. ფიქრობდი? ფიქრობ. ფიქრობ. ოკეი, კი ბატონო. მოდი მინი ბლიცი ჩავატაროთ ხომეტაში. ბავშვობის თვილი მოგონება. აი მე არ ვიცი, ძალიან ძალიან ტკბილი ბავშვობა მქონდა. ძალიან კარგი, მაგას აჯობია მე. ძალიან ტკბილი, აბა გეტყვი. მითხარი. მამა ჩემს და დედა ჩემს მქონდათ ყოველ დღე ჩემთვის კინდერები, სადაც ამოდიოდა პატარა ბეგემოტები და დიდარი ბავშვობა ქონდა. კარგი ბავშვობა მქონდა. და ვაგროვებდი ბეგემოტებს და ნუ აი 7 ბეგემოტია თუ რაღაც 9 თუ რაღაც ამოდიოდა კოლექციაში. არ ვიცი, თვითონ მე გროვდებოდა 7 თუ 9. იანინოები და მაგიდები სავსე ამ ბეგემოტებით. კი და ნუ ეგ იყო. მაგარი დიდარი ბავშვობა ქონდა. კინდერსო ჭავდი. ხო, 90-იანებში კინდერი ძალიან ისეთი. ხო, 2000-იანების იყო უკვე, ხო 94-ში დავიბადე მე. ხო, კინდერი შემოვიდა და ის ახლა 90-იანები არ გამოდის. 2000-იანები. ხო, პრინციპში. ოცნება რომელიც აიხდინე.
ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ანუ ოცნება ქონდა. კი, ბავშვობიდან მინდოდა. და კიდევ მაქვს რაღაცა ცნობები და აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ავიხდა. აქ არ გაგვიფხერე ხე ექსკლუზიურად. იცი, მე საერთოდ მჯერა რომ რაღაცა კიდე გულით გამოვიდეს. აუცილებლად, ამიტომ გენე, თუ გინდა თქვი, თუ სათქმელია და აღიხდება აუცილებლად. შენთვის ცოტა ხანი შენთვის უნდა დაიტავა. პირიქით. ეგეც არის, ხო სიყვარულს ამ ალბომს ვიცი. ხო, არა, რაღაცა რაღაც მჯერა რომ რაღაცაცა გულით გინდა. კი, ეგ აუცილებლად ეგრეა. ცოტა ხანი შენთვის უნდა დაიტავა. სანამ ნუ რაღაც გარკვეულ ეტაპს არ მიაღწევ. რა ხდება ხოლმე თქვენ რა ის ხადია. მომწერე იცი. აბარას ვიზო. რომ მომიწო, მე გეტყვი. კი ბატონო, საჭველების დაგემონება. ესე იგი არ გაამბობე რომ კაცის გულის ამბავი კუძზე გადისო და მეგონი პირიქით არ ეხალასაც ვარ. შევშევთხავაში დიწილად. ეგრეა. კი. თვისება რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს შენში. ერთგულება. საოცრად ერთგული ადამიანი ვარ ყველას მიმართ. მეგობრობაში სიყვარულს საქმის, მეგობრის, რა ვიცი, შინაური ცხოველის, დედის, აი ძალიან დედა ძალიან გიყვარს აშკარად. დედა ძალიან. დედა მოგითხა დედა. გამარჯობა. მე ძალიან მიყვარს. ზოგადად დედის კულტი საქართველოს. ნუ მამა არ ყავს ეს ოჯახს რა იმაშობი რა ქვია, ნუ დედა და და. დედის კულტი ზოგადად აი წავდგე რა დონეზე არის დედამიწა, დედაბოძე, ყველა ფერზე აი რაღაცა ძალიან ისე სულ რა. ქართლის დედა და ქართლის მამა რა გქონდა? ქართლის დედა. კარგი, ამცი რომ მქონდეს დედისა დღესდღეობას ვიყო. და თვისება რომელიც არ მოგწონს პირიქით და შეცვლილი მაგალითად ან კარგისკენ ან რაღაცა მაგის მსგავსი. მაგალითად აი ბევრს ვფიქრობ რაღაცაებზე და ნუ არ მინდა. ეს overthinkers ასაც ეძახიან. თითქოს ეგ მეწუხებს ხოლმე. უკვე გაკეთებულზეც და ხო, ანუ როგორ იცი რომ ეს ისე ხო არ ჯობდა, ესე უკეთესი ხო არ იქნებოდა, იმას რა შედეგი მოყვება, ნუ რაღაცა ეს ფიქრები მაქვს. მიჩვეული ვარ. ამიტომ ახარ. აი მაგას შევცვლედი. და ნუ აი მომავალში ესე სიმართლე გითხრათ, დიდად ბევრი ფიქრი რაღაცა სანამ გავაკეთებ არ მიყვარს. ანუ ჩდები ხოლმე და მე ძირითადად მე რომ ესე ხო არ ჯობდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ ის რომ ნანობდე რომ ის გავაკეთე არა, მაგრამ რაღაც ვარიაციებს მაინც განვიხილავ ხოლმე და ნუ გაკეთებულია უკვე შეეშვი რა. და შეირი რაღაც არის რა. პირველი წარმატება შენ როდის? პირველი წარმატება ჩემთვის იყო სულსუპირველი ცეკვავდი და ძალიან ქართულში. კიდე ერთი ნიჭი აღმოჩენთ მეგობრებო. ქართულს ცეკვავდი და იმაში რა გადამიყვანეს უკვე მთავარ ჯგუფში და გასტროლზე რო წავედი. სულშვილებში რო გადამიყვანეს რაღაცა. სულშვილებში ცეკვავდი, სხვადასხვა თეატ არჩიასთან, მაგრამ სამწუხაროდ სწავლის რეჟიმის გამო ვეღარ გავაგრძელე ესე პროფესიონალური და მე გადავედი ნაბადში. არაჩვეულებრივი ანსამბლია ისიც და შევდივდი გასტროლებზე და ნუ ეს დიდ სცენებზე რომ გამოვდიოდი აი ამდენი ხალხის წინაშე ჩვენთვის ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება და ანუ პოპულარობა გიყვარს ეს. კი, მიყვარს და პროფესიებიდან გამომდინარე სულ რაღაც ადამიანებთან კომუნიკაცია და სცენა და ტელევიზია და ყველაფერი ეგეთი მიყვარს. TikTok-ზე შემატყობდი. კი ბატონო. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალ. აი ხა მაგალითად ნებისმიერს რომ მოეწონა, ნებისმიერს გადახდებოდი, აი ყოველ გულით მაინტერესებს. ნებისმიერს? ანუ გადაცემაში მისვლაზე. და თუ გამოწვედა ისე ნებისმიერს ხადე რა დავთავაზებ და რაღაცები ჩვენ აი ვიღაცებთან მაგალითად ვიცი რა საერთო ენას ფიზიკურად ვერ გამოვნახა. მისი რაღაც მიდგომების რაც ნანახი მაქვს რა ფიზიკურად ვერაფერს ვერ დაველაპარაკები ალბათ ნუ აგრესიას გამოვიწოვ მეც მასში და ისე ჩემში და მეტი ნახვა იქნება მაგრამ იქნება აგრესიული გადაცემა ხო რა თქმა აგრესია არა პირიქით რაღაც ვცდილობ რომ სიმშვიდეში და სიკეთეში და იმაში კარგაურაში ვიცხოვ ანუ გადამოწმებული ინფორმაციით მოხვიდი ისე გადახედე ეს სიღრმისეულად არ გამიყვარია მაგრამ ყველა გადაცემას და ფიქრწენი რომ შინაგანმა მე მითხრა რომ კარგი მიდი ძალიან კარგი შინაგანი მექონა ყველაზე ბედნიერი როდის ხარ ანუ ის ყოფილიყარ რა ვიცი ყველაზე ბედნიერი რა კითხვა რაც ყველაზე ბედნიერი ალბათ შემსაყვარელი ადამიანების გარემოცვაში რაც მახსენდება რომ მithქვამს აი ყველაზე ხშირად წინადადება რომ ვაიმე რა ბედნიერი ვარ მithქვამს
ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი რა ჩემს გარშემო არის. აი რაღაც ამ შეკრებებზე. ოღონდ ისე არა რომ აი ბევრი როცა ვართ და ღრიანცელი როცა და ანუ არა აი რაღაც შვიდად დაწყნა და ჩვენთვის რო შეხედვართ და ხო საუბრობთ რაღაცებზე ალბათ მეში. როდის ბალანსები ყველაზე მეტ აჯერ დაასრულე. იღას. რაღაცას ამბობდი. ანუ ეს მუდმივად ბედნიერების განცდა მგონია რომ თან არ არსებობს რა. ხო, პრინციპში რა სულ ბედნიერი ვერ გაიგებს ბედნიერება რა. ცოტა ისე გითხარი, ვისი შურს იცი, ერთადერთი ალბათ შური რაც კიდევ შურს ერთერი ადამიანის ალბათ კეთილი შურით ხედავ, მაგრამ და იმ შურს ადამიანების ამბობენ რომ აი დილით ვიღუცებ და ბედნიერი ვარ. და ალბათ რაღაც ძალიან ბევრი მგონია რომ იმუშავე საკუთარ თავზე და მეც მინდა რომ დილით რო გავიღვიძო, ბედნიერებით გავიღვიძო და ანუ არ ვიცი ამ ეტაპზე ეგ როგორ ხდება, მაგრამ დაგაკვალიანი გინდა? აბა? ჩემიც არ შეგშუდესო. ყოველ დილით რო გაიღვიძებ, ფაქტიურად ჩვენთვის ყოველდღე არის საჩუქარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ ჯვარი გწერია, აი ხო ხდები რამდენს ვფიქრობ ამ ყველაფერზე. არავინ არ ვიცით რა დროს რა შეიძლება შეგვეთხოს სხვა ადამიანები ვართ. ყოველდღე რო იღვიძებ, ხო ფიქრობ რომ ეს არის ღვთის საჩუქარი, ხო იდეაში, იმიტომ რომ არ იცი, რო დაიძინებ გაიღვიძებ. ფიქრობ რომ იღვიძებ, მაგას? ხო და რო გაიღვიძებ. მე მაგალითად ესე ვარ. ყოველდღე რო ვიღვიძებ, აი რუტინა რაღაცა რუტინა არის. მე ყოველდღე რო ვიღვიძებ, ვიჯვას ვიძებ, მადლობას ვთქვი უბრალოდ სოციალი ვარ, ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ და მე გამოდივარ და ვიწყებ, რამდენად ხდება ეს რა, ვაიმე ბედნიერი მაგაში არ ვიცი, რამდენად გადის მაგაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ესე უნდა ვიყოთ ყველა ადამიანი და უფრო მეტად დავაფასებთ კიდე ცხოვრებას და სიცოცხლეს რა. ჩემი აზრით. რა ვიცი, შენ რას ფიქრობ? რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. მე თეორიულად ხედავ ვიცი რომ ყოველ დღე საჩუქარია და მადლიერი ვარ, მაგრამ რო გითხარ რომ ხა პრაქტიკულად ყოველ დღე ამას ვაცნობიერებ და ამას გაგაბედნიერი. ძალიან ზოგადად სტანდარტულად ბედნიერი ადამიანი ვარ და რაღაცები უფრო მეტად ვიხარია და რო გითხარ რომ მუდმივ რეჟიმში არა, მოცული ვარ ბედნიერები. მუდმივად ბედნიერი ხო, ეს უცნაური. ხო, არა, ეხლა ეგ რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად როდის ხარ კმაყოფილი? ყველაზე მეტად საკუთარ თავით ვარ კმაყოფილი, როცა რაღაც მიზანს დავისახავ და იმას ვახორციელებ. რაღაცა შინაგანი უფრო მეტი мотиваცია მეძლევა, რომ აი ესეც შევძელი და იმასაც შევძლებ და უფრო რაღაც ანუ ის არა გაქვს ხელი ჩავიქნიე და მოდი ახლა. არა. სხვათა შორის ექთვისება არ მახასიათებს. ეგ კარგია. და საქმეშიც აი რაღაც ეგეთი ის მაქვს ჩვევა რომ რაღაც რომ გასაკეთებელი. პირობითად რამე დასაწერი ან რაღაც არ შემიძლია რომ მეორე დღისთვის გადავდო ან ნახევარი დღეს გავაკეთო და ნახევარი მეორე დღეს გავაკეთო. სულ მაქვს შინაგანად ის რომ აი ეს გასაკეთებელი მაქვს და სანამ არ მოვრჩები იქამდე ვერ ვისვენე. მიზანწესებული ადამიანი ხო ეგეც უნდა იყოს ეს. ხო, ძალიან კარგი თვისებაა სხვათა შორის. გამომუშავებადია ეგეც. ფიქრობ. გეტყვი. დროის უკან დაბრუნება რო შეიძლება მაგალითად. აი რა მომენტში აღმოჩნდებოდი. აი ერთი რო შეგეძლოს რა. აი რა მომენტში აღმოჩნდებოდი. ცოტა ის სევდიან ტალღაზე არ მინდა გადასვლა. მე გაგამხიარდე ფაროში. ალბათ თუმცა თელჩევი ოჯახის სრული შემადგენლობით ერთად ვიყავით. რამდენი წელი იყავით ბოდიში რო? არა, მე 7 წელია, არც ისე პატარა. რაღაცები არის მოუშოშობელი არაბი, რაღაცა ადამიანურია. ხო, და ალბათ მან დაუბრუნდებოდი. ცილაპოთ მან დაუბრუნდებოდი. სხვაგან არსად. მესმის, ხო, ნუ ადამიანური მომენტია. აი, რა არ დაგავიწყდება არასოდეს. ვინ არა, რა? მესმის. რა არ დამავიწყდება არასდროს. მესმის ხანდახან შევაფიქრდე ცოტა უცნაური კითხვებია, მაგრამ ძალიან კარგი კითხვებია და მეც ძალიან მაფიქრებ. არ ვიცი. ვიმდე რაღაც არ მავიწყდება, მაგრამ რა მიმართულებით მეკითხები ვერ. ნებისმიერი, აი ხო არის რაღაცა რომ აი ეს არასოდეს არ დამოვიწყდება. შეიძლება რომ მაგალითად შემთხვევა ხდება შენ ცხოვრებაში, შეიძლება რა, ანუ ნებისმიერი რაღაცა არის რა, ანუ რაც შეიძლება რომ თქვა რომ აი შეიძლება სიტყვის მასალა თქვა ეხლა გახვიდე და აი ეს დღე არასოდეს არ დამოვიწყდება. ანუ 1000 რაღაცა არის რა, რაც მაგალითად ადამიანურია რა. ამ დღეზე ნუ ჩავიციკლებით, არა ზოგადად. რატო იქნება ეს დღეც არასოდეს არ დაგავიწყდება? იქნება რა, გონი არ დაგავიწყდება, ყველასთან ეს კითხვები ხო არის? ისევ იქ დავბრუნდები ალბათ და ბოლოს მომაჩვენე ნახეთ. ხალკი მაინც იქ დავბრუნდები. ყველაზე მეტად ალბათ ნუ აი კადრები არის რომელიც მუდმივად თავში ტრიალებს და არ ამოდის. ყოველდღიურ რეჟიმში არის ეს შეში და ალბათ აი მან დავბრუნდებოდი.
კი, აი გარდა მოვიწყდება არასდროს და მანდას დაუბრუნდებოდი. აი ახლა ერთი უცნაური კითხვა დაგისვიდე. ყველაზე კარგი რჩევა რაც მოუწიათ შენთვის. და მე გაგითვალისწინებ ეგ არ ვიცი. ესეც გაივლის კინოა რა ვიკითხე ერთხელ კი წიგნია ის და ზღვა სპექტაკლიც არის და ცნობილი კეისრის თვარწდები ბეჭეძე წერა ნამდვილი ისტორია და ეხლა ვერ ვიხსენებვის მაგრამ ესეც გაივლის ძალიან კარგი ის არის, იმიტომ რომ რაღაც იმაში ცუდად რო ხარ, საკუთარ თავს ეუბნები, რომ აი გაგივლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირობითად უკვე რაზეც ვისაუბრეთ, ეგეინც გადის. უბრალოდ მაგას ერთად ცხოვრობ, რაღაცებთან ერთად ცხოვრობ, მაგრამ იმ მომენტში აი ეს რაღაც დაძაბულობა, ესეც გაივლის და აუცილებლად ყველაფერი გაივლის რა. შეგუები მტკივილებს, შეგუები რაღაც წარმატებას თუ წარუმატებლობას, ყველაფერი სტაბილურდება. თუნდაც ის ბედნიერება და აღფრთოვანებაც აი იმ მომენტში, რომ ძალიან ბედნიერი ხარ რაღაც პერიოდის მერე ეგეც რაღაც ჯდება თავის ადგილას და ნუ იცი რომ არის ასევე ხდება ცუდი შემთხვევაში თავის რაღაცა ადგილს იკავებ შენ ცხოვრებაში და არის მუდმივად როგორც დადებით ისე ვერ ყოფით, მაგრამ ის რაღაცა მოჭიმულობა, ასე რომ ვთქვათ, ისიც გაივლის რა და ამიტომ მაქსიმალურად გვენია რომ უნდა ეცადო რა რაღაც ყველანაირ სიტუაციაში შინაგანი სიმშვიდე და შეინარჩუნა. რაც აი ძალიან ხშირია ხოლმე ჩამგარშავე ეს მენტალური ჯანმრთელობა ძალიან საყურადღებო გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და გონია რომ ძალიან ყურადღება მისაქცევი არის და ყველა ადამიანმა ძალიან სერიოზულად რა უნდა დაუთმოს თავის მენტალურ მდგომარეობას და ხშირად არის პანიკური შეტევები. პირობითად ჩემ გარშემო იმდენად ხშირად არის და იმდენად ხშირად მიწევს ამასთან პირისპირ შეხება რომ რაღაც მაგას ვეუბნები ხოლმე რომ აი გაგივლის აი ხო რაღაც ცუდი ზღოლი ხარ რაოცნაური გადასვლა იცი რატო ზუსტად მაგას მოვაყურებ პანიკური შეტევებში ერთარიო და გზაზე ნაკლებია ძალიან კარგი გადაყენე და საცობები და საშინელებები და ჯერ ეგეთ შემთხვევა არ მქონია მაგრამ ზღოლი ვარ ძალიან კარგი თამამა შემიძლია იგინები ხოლმე კი გადადეკი კი, ცუდად როცა მიქცევიან, როგორ ვერ წარმომიდგენ. რატო ვთქვათ? სხვა შევეს კარგად გამომდის ეგეც. წარმატებით კი. ყველაფერი გამიგინება, გამოდის ძალიან კარგად და როცა მაფუძა. აი ჩარდება რეკლამაში, რომ გავარი მალე გადაცემა და გინება გამოდის კარგად. დედაჩემი რა ნახოს დამედნერი. გინება გამოდის კარგად. ესე კარგი მძღოლი ხარ, კარგად იგინები. კი ბატონო, კარგი. ირგებ ისინი შეირგებენ ხოლმე? კი ბატონო. მე ხო ზასტარება ვიცი. არც სურვილი არ მქონია არასოდეს და არც მართ მოსწონა. მირჩენია რომ მატარებენ ამ მეგობრები ტაქსი, იგი კომფორტის კაცი ვერ მიყვარს ხო? კაი, მე პირიქით მიყვარს საჭესთან. ჯობია ძალიან დიდხანს არ მეზარ, მაგრამ ვინ აი სხვა რო იჭდას მერჩევნე მე ვიჭდა. ხო, მაგრამ ეგ შეიძლება გამიგია. აი ხა მე რო ვიჭდე, რუთან ალბათ არ ვიცი, იმიტომ ძალიან ფეთქებადი შეიძლება არა იმდენი, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა ემოციური ვარ და შეიძლება თულად დასულას ეგ გამოვიდა. მithumად ეს დღესდღეობით რომ ოჯახში 10 კაცი ვარ და ყველას მანქანა რო ყავს და ყველა ერთად როენ გამოფენილები და ამავე რა ვიცი. წესებს 60% 100-დან არ იცავს თუ მეტი არა. სამწუხაროდ კი და ანუ გთხოვთ ციმციმა ჩართვეთ ხოლმე. ანუ ეს მუდმივი პრობლემაა ჩემი რაც არა არასდროს ციმციმას არ თავენ და ან რთავენ და სხვა მხარეს. ანუ არა იგი შემთხვევაში არ მქონია, მაგრამ აი ზუსტად რომ ანუ არ ვიცი, ანუ რისი მეცადადიან არ ვიცი. აი ცოტა ხნით მქონდა როგორი შემთხვევა იცი იმ მართლა აქ დავამხრუჭე ამ ზოლიდან გადაწყვიტა რომ აქ შეეხვიო და მე აქ ვიდექი ანუ ესე პირდაპირ წამოვიდა რა ანუ არ სიმციმა ჩართვა თვალიც კი არ ჩამიგრა დაჟე თვალიც არ ჩამიგრა ანუ არც გამომხედა მეთქი ანუ რასაც ესე დავამხრუჭოთ რა ნუ აბა ჩემ რანი იქნებოდა იმასაც უკნიდან დავარკლავ აი ხედავთ ხალხს. მე საერთოდ გონია ძალიან დიდი პრაქტიკა სანამ არ გაივლით საჭესთან მარტო არ უნდა დაჭდეთ. ხო, ეხლა გამკაცრეს უფრო ძალიან მომხრევა. ძალიან მომხრევა, უფრო გამკაცრა. ძალიან დიდი ბოდიში ხო ვეფსა წინება ვიცი. არა, ხოლმე მეორეს აქ მართლა და რა იცი ზოგმა ის კიდე რომ თვალი უკეთესად ვატარებ, მოწეული უკეთესად ვატარებ და რაღაც მაგის გავსი და არ დაიჯეროთ ხალხო, არ არის ეგრე რა. შენ თავს თუ არ უშავებ, სხვას უშავებ და რა მნიშვნელობა აქვს, რა მე ეს დომინოს პრინციპით მიყვება და ზიანდება ბევრი ადამიანი და არ არის მასე სიმონ რა ეხლა ეგრე ვარ და ხო იგი გაიგე ფრაზა რომელსაც იყენებ ხშირად
თუ დაფიქრებულ ხარ მაგას. ой, ხო მაგას ვერ ვიტყვე. YouTube ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ანუ ეს ერთად დავკაი დაიკიდე რა. ხო, ეგ რა არის ესეთი რა. ძირითადად აი ალბათ ეგ კაი დაიკიდე რასენერული. რო რაღაც ემოციურად რო ადამიანი კარგი. აუ, კაი რა, იმეთი და დაიკიდე. აი ალბათ უბრალოდ ჯავთქო კიდე შეგვიძლია. კიდე. დაიკიდე. გადაცემის დასასრულში დაიკიდეთ, მე დაიწყორე ხიარულად. ალბათ მაგას. და სხვადასხვა გაგიკვირდებოდა. სამხშირად, აი ძალიან ხშირად ვამბობ სიტყვა ამინს. ამინ? ძალიან. რაში რას გეტყვიან რა თქმა უნდა. ცხადია, მაგრამ ნუ რაღაცა კარგსა მეუბნებიან ხო? მაგას ვამბობ. ამინ. აი სულ ეს ორი როგორ თანხმედრა შეადარეს. რაც მილიონი ხო ამინ. ამინ, კი, ჩავ ამინ. კი ბატონო. ცუძე რა თქმა უნდა აი კარგზე. სამ მეუბნებიან. ხობი რა გაქვს? ხობად. იმის გარდა რაც ჩამოთვალეთ ეს რაღაც. ხობად მაქვს. ხობად, არ ვიცი რამდენი გრამატიკულია. ვიღაცები დაგვიწერენ ეხლა რომ ჟურნალისტობ და ხობად. ჩემი ჰობი არის ცეკვა. ტანციმანცე. და თუ ქართულია, მით უკეთესი. ანუ ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქართულის ცეკვა. და ანუ არ მხოლოდ ქართულის. იმიტომ თეცხობა მინდა რომ ცეკვა გამოსულიყავი ასევე. ქორწილებში ესე იგი მაგრად აჯაზებ ხო ზოგადად? აუ, ჩემი საყვარელი ღონისძიება. კი. გიჟდები ქართულად. ქართულს გვიცხობ დაისი თუ აჭარულია. ყველანაირი, სვანური, შემხორუმი ჩემიძლია, გაჩნია რამდენი ჩქაღვინო მაგდა. ყველანაირი აი ქართული ცეკვა ძალიან მიყვარს. და ეს უხიშვილებს საუყურებ ხოლმე, ვიდეოსაც საუყურებს, ვიტენ მიცახცახებს ხოლმე რა. მინდა რომ იქ ვიყავ და ვიტენ სცენაზე ვიდგე, კი. ვაა, კარგია. კარგი. მოდი ბოლოსკენ ესეთ კითხვას დაგისვამ, შეიძლება ხა იფიქრო რაღაც 5 წუთი გავიდოთ, ამას še 1 საათია გასულ. შენ წარმოვიდგინე. ნახე როგორ კარგად წავიდა ჩვენ საუბარი. კი, რა თქმა უნდა, მე ეჭვიც არ მეპარებოდა, ცოტა ცხელოდა და გამაგრილი ამით ჩავდი. შენ მინდა ახლა გარეთ გასვლა, ისე ცხელო ცოტა ხერო დავრჩა. არის პრობლემა და თუ რაღაცა მანქანაშიც გექნება საუბარი გამაგრილებელი, შენ ახლა ისე არის, ისე როგორ ხარ ახლა. სად ხედავ შენ თავს მომავალში? ესე 10, 20, კაი 20 კიდე ბევრია, 10 ვთქვათ. ეხლა პოზიტიურად რა ვიფიქროთ და წელში რა ვიქნები. ალბათ აი ძალიან კარგი გადაცემა მინდა რომ გქონდეს ჩემი. ისეთი რომ აი სოფლიო დონეს თუ საქართველოში მაინც საქართველოში მაინც რეალისტური რა შევხედოთ და მოხეთ რომ სოფლიო დონის იქნება ცხადია მირჩევნია. და ძალიან მინდა კიდე რომ აი ვეტერინარული ჩემი ცნება გინდა გითხარ არის? მინდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება წელს კი ვესაუბროთ. ვთქვით, მინდა რომ ძაღლების და კატების თავშესაფარი გავაკეთო. ახლა დაინახე როგორ ცოტა უცნაური გეკვა, მაგრამ მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა თავშესაფარი ხო არსებობს მოხუცთა. ანუ იმოხუცებს ხო რაღაცა სითბო და ოჯახი აკლიათ რა, ბავშვის, ბეშვილი, შვილი. ბავშვებს ეს დედა, მამა, ბებია, ბაბუა აკლიათ. ანუ მინდა რომ გავაერთიანო ბავშვთა თავშესაფარი და მოხუცთა თავშესაფარი რა ოჯახები იყოლაბათ რა იმას ბებიებობა ამას შვილიშვილები და მინდა რომ შინაურცხოველები საერთოდ ცხადია უსაფრთხო და ეს იქნება ეგენი წავდეთ და ნუ ერთად იცხოვრონ და ყველა მგონია რომ ძალიან ბედნიერი იქნება და ჩემი ერთ-ერთი ოცნება ეგ არის რომ რაღაც ოჯახური იდილია დანაკლისი აღარ იქნებათ რაღაცაებს აი ხლა შე რაც თქვი იმის გარდა რაც ვისაუბრეთ მთელი ამ 1 საათის განმავლობაში და ასე შემდეგ აი ამ რამდენიმე ფრაზაში ხა შეგას თქვი არ ვიცი ხა მაყურებელთან როგორ, მაგრამ მე მაგალითად ეს შტაბში ვატანჯო ძალიან კეთილი ადამიანი ხარ რა. ძალიან მადლობა. იმიტომ რომ ისეთი რაღაც თქვი რომ ეხა ერთია კი ბატონო სიყვარულის ცხოველების ასე შემდეგ მაგრამ თლიანობაში ისეთი რაღაცა თქვი თან ჩემი ოცნებაა რომ მინდა ესე გავუკეთო რაღაც გონე რომ კეთილი ადამიანი თუ რაღაც შინაგანად ამას ვერ ინატრებ და ოცნებად არ გიქნება ხო? ვიღაცა შეიძლება თქვა რაღაც ორშე მინდა ოცნებად მაგის ხო ხტები ანუ სხვაგან ეს რა თქმა მატერიალური ოცნებებიც აი უფრო ალბათ ის არის არსებობს ცხადია და ეს სხვადასხვა სიკეთესაც შეიძლება შეიძლება თქვა მე მუშაობდი 2 წელი ნახევარი ასე ოდიში მინდა მამანიშნა რაღაც მეგობრებს საიტოსისი კარგი არსებობს ესეთი ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორები კეთილი ხარ რომ ხარ მაგაზე გამახსენდა და ბარემ ბოლონდესი კეთილი რომ იქნები იმას მოყვები იმიტომ რომ ძალიან კაი ორგანიზაციაა და მინდა რომ სადაც ხმამე მიწდება მე სამწუხაროდ აღარ ვარ მაგრამ ეს ადამიანები სისხლის უანგარო დონორები სრულიად უანგაროდ
ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც სჭირდება სისხლი. ანუ მიხვა ჩააბარებ? არა, არსად არ ჩააბარებ, სისხლის ბანკი არ არის, ეს არის პირდაპირ პაციენტს და დონორს აკავშირებს ერთმანეთთან. ანუ რეგისტრირდები, ბაზაში რეგისტრირდები და როდესაც შენ საჭიროების სისხლი დაჭირდება პაციენტს, გიკავშირდებიან და კონკრეტული პაციენტის სახელზე აბარებ. ანუ არ ყიდულობს სისხლს, არ ყიდის სისხლს და არ ხდება ვიცის და იქ მუშაობდი მე 2 წელი ხარ და სულ გვეკითხებოდნენ ხოლმე, რომ ჩვენს ნუცხადია სრულიად უანგაროთ და ამას იმდენი დრო და ნერვული სისტემის სიმყარე ჭირდება, იმიტომ რომ შვილები ეხუპებოდათ, მშობლები, ნუ ის პანიკა, მოიძიე დონორი გაუშვიდა, ნუ ისაც ცოტა გაუმართავი ეგ სისტემა და სულ გვეკითხებოდნენ ხოლმე, რომ ამას რატო აკეთავთ და ჩვენ პასუხი იყო, რომ იმიტომ რომ შეგვიძლია. და რატომ არ უნდა გინდოდეს სულ კარგი რაღაცების გაკეთება, თუ შეგიძლია? პირიქით, თუ შეგიძლია მით უმეტესად სულიც გაქროს, გონია რომ ყველა შეუძლია. კარგი რაღაცების კეთება. კი, აი მგონია რომ ყველა შეგვიძლია ელემენტარული რაღაცის გაკეთება. შეუძლიათ, კი, მაგრამ იმდენად არის დასტრესილი ხალხი, წერან შეიძლება აღნიშნეს მენტალური თემებიც, რომ იმდენად არის დასტრესილი ხალხი, რომ მე შემთხვევა მქონდა მაგალითად, რომ აი ისრაელში ვიყავი კონცერტების თემაში და რო გამოვედი გარეთ, საერთოდ არ ვიცნობდი იმ ადამიანებს რა, ეს მეზობლები იქ იყვნენ და ჩემი დედაშვილი წავს და მასთან ვიყავი და რო გამოვედი გარეთ, რაღაცა ვსაუბრობთ, რაღაცა ცალკე ვიყავ ესე გამოვედი რაღაც ჩემთვის და ესე იგი ვინ შემხვდა ხო, ყველა საფრთხე ზოგმა გამიღიმნა, ზოგმა მომესალმა, ზოგმა კარგი დღე მისურვა, ანუ საერთოდ არ იცნობ ადამიანს. ეხლა ვიღაცა შეიძლება დაწეროს, რომ იცი რა არის მათე კაი ცხოვრება აქვს და რაღაცა რა ხო, მაგრამ არ არის ეგრე, ეს არის ელემენტარული პატარ-პატარა ბედნიერებები შეგვიძლია ერთმანეთს ვაშკოთ, თუნდაც მე ხა მაგალითად ტაქსით როცა ვგზავრობ, თუ მაგალითად კარგად კომფორტულად ვიმგზავრებ და ნამდვილად კარგი მუსიკა იყო და კარგი მოსაუბრე იყო და რაღაცა ხო? გულებსაც უწერ და იქ თუ რამე არის ხოლმე გულებია, რაღაცები ესა ეს პატარ-პატარა ბედნიერებები, ვიცი რა არის ზოგიერთ, კაი, მე თუ სხვა დაუწერ, რატო შენს დაუწერ? და რაღაც გამოადგება. საკუთარი თავით იწება, შენი ნაბიჯებით იწება. კი. კი, ყველა ადამიანში არსებობს ეგ სიკეთებრო, ზოგს ცოტა მიყუჩებულად აქვს და თუ გამოაღვიძებს, იმიტომ რომ როგორც ცუდი ისე კარგი ხო ორივე, ანუ ადამიანში ხო ორივე არსებობს და კი ბატონო. უფრო კარგი გააღვიძეთ. განსაკუთრებით ჩემში პირველ ტყუპები ვარ, ეხა ორი ადამიანი იქით. ანასტასია, მე შენთან მთელი დღე რო ვილაპარაკო არ მომბეზდება. ისე მგონი, მაგრამ ფორმატი მაინც ესეთი რომ 4-5 საათი ვერ გაკაჩავს ადამიანი რო უყუროს და მე მგონი რაც ვისაუბრეთ ამდენი ხანი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მეც მოლოდინი მქონდა რომ კარგი საუბარი გამოგვიდოდა, მაგრამ მაინც როცა არ იცნობ ადამიანს, უფრო რთულია რომ რაღაცეთ გამოიყოლო და კარგად შემომყევი, კარგად შემოხვედი ეს, არ ვიცი, ჟურნალისტის ამბავში დამსახურება, ჩემიც ალბათ ცოტა და ხო, ცოტა დედის ალბათ და რაღაცა მაგ ცოტა ჩემიც ეხლა მარტო ჟურნალისტობა ხო და ეგ აღნიშნე, შენი პირადი და შენგან არის ჟურნალისტების ამბავში. შენ საუბარიც ძალიან სასიამოვნოა. ხო და მადლობა რომ მოხვედი, რომ მეწვიე, მე მგონი რომ კარგი საუბარი შედგა, მე ესე ვფიქრობ. ნავსი გატყდა იმ ამბავში, რომ აწი რამოდენიმე გადაცემა ვფიქრობ, რომ მანდილოსნები ჩავწერო, რომ ბიჭები დავჭაგრო, ისეაც 5 გადაცემა იყვნენ ბიჭები. ნუ გაათანაბრა. ხო, რომ არავინ არ დაჩაგრა. ხო, მაშინ მინიმუმ 5 გადაცემა გოგონები რო იყვნენ და მე ესე აი ეს მე 2 ერთად და ეს რაღაცა ხო რაღაცა და ესე დავაბალანსოთ რა. და ბოლოსკენ კიდე ერთი კითხვა, რომ რა არის შენი მთავარი სათქმელი? ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანებმა გაიცნონ საკუთარი თავი და მიიღო საკუთარი თავი, ალბათ ეგ რა. მგონია რომ ყველასთან პრობლემები, იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს პრობლემა რა. ანუ როცა შენ თავს გაიცნობ და ჩამოყალიბდები როგორი ხარ, როგორი აზრი გაქვს, ვინ ხარ, უკვე სხვასთან მგონია რომ ბევრი ნაკლები პრობლემა გაიგო, იმიტომ ვიღაცა მიუღებელი თუ იქნება, იმასთან უბრალოდ აღარ გექნება კომუნიკაცია რა. ან იმ რაღაცა ზღვარში გექნება, რაც ნუ არ გაგაღიზიანებს და ჩვენც თორემ არ ვიცით ხოლმე რა გვინდა, მე სხვას ვთხოვთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ თან შეიძლება არ გვინდოდეს და ნუ ის სულ რაღაცა ბრძოლებში ვარ და დასაწყისში ამაზე დავიწყეთ. ხო. რო სხვაზე მეც იმედებს ვამყარებ და მთელი ამბავი და ჩვენ დავუშვებთ. და რაღაც შემთხვევაში ამაზე დავთავრებ. მაინც ჟურნალისტი. ხო და საკუთარი თავი გაიცნონ და შეიყვარონ და მე ბევრად გავუმარტივდებათ სხვა ადამიანების გაცნობაც, შეყვარებას და მიღებაც. კი ბატონო.
გამოიწერო არხი უთხრა. გამოგვიწერე. ხო, აუცილებლად გამოიწერო არხი, იმიტომ რომ საინტერესო, ერთმანეთზე საინტერესო ადამიანები იქნებიან. განსაკუთრებით მანდილოსტები თუ აღნიშნეთ. იმიტომ რომ ბევრი მამაკაცები უყურებენ ხოლმე, როცა მანდილოსტები არიან. ხო და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავის პროფესიაში და ადამიანებიდან გამომდინარე არის საინტერესო თავისი ისტორიებით, პატარ-პატარა ისტორიებით და აქედან გამომდინარე რომ გამოიწერთ და ამოაგდებს რომ აი ნახე თუნდე ვინ მოვიდა, ეხლა ვინმე ხარ ამ მოყვა. შეიძლება რაღაცა ანასტასიას მოყოლმო ვიღაცა რაღაცაზე დააფიქროს. შეიძლება რაღაცა ჩემი რჩევა ვიღაცას რაღაცაში გამოუადგეს და ხო, აქედან გამომდინარე ხა დღეს ისია რომ შეუწყობას არავის არ ვაყენებ არაფერში. ტელევიზიამ ეს ბევრი მომცა რაღაცეებში, იმიტომ რომ მიახლაც არის ხოლმე მიწვევები, როგორც მომღერალი და ასე შემდეგ. მე აუცილებლად მომგიწვია ჩემთან. ანუ პირობა აქვე ჩამომართვეს. დიახ. ოკეი, დიდსიამოვნებით. და რას ვამბობ, იცი რომ მაინც დღესდღეობით უფრო 50+ უყურებს კონკრეტულად ტელევიზიას. უფრო მაინც YouTube-ზეა ხალხი გადმოსული და აქედან გამომდინარე, რაც მეტი ადამიანი კიდე შემოყვათ და ვიყურებთ, ანუ ტელევიზიის ანტირეკლამას კი არ ვაკეთებ, ზოგადად აღვნიშნავ ფაქტს, რომ ახალგაზრდობა მაინც უფრო სოციალურ ქსელებით არის. კი, გეთახმები. და აქედან გამომდინარე, რაც მეტი ადამიანი გამოგვიწერთ და გვიყურებთ, ეს იქნება კარგი ეგ ყველაფერი და ბოლოს კიდე აუცილებლად რო არ აღვნიშნავ, აბა დაიმახსოვრე შესაძლებლობით. ყოხური ესო. დაგხვდებათ ძალიან კარგი სიგრილე, ძალიან ცივი წყალი და ჯერჯერობით წყალი. ეგ ალბათ გებრიელი იყო. აბა, ჯერჯერობით წყალი გასინჯა მეტი არაფერი, მაგრამ ნუ გარემო არის მართლა ძალიან კარგი. აღნიშნა წეღა რომ საჭმელები და რაღაცები ეხლა თუ გავთიშავ შეიძლება უთხრა ცეზარი რაღაცები რა ვიღაც ამ ესიაული პრობლემა კი არის. просто აქ არ მოუხდებოდა ხა სუფრა რო გამეშალა არის და აშპან ჭამის პროცესში და თოროსა. აშპანური რო გაგვუშვა რა. მოკლედ ეგ არის რა. მე მგონი რომ კარგი და საინტერესო. მე ძალიან გმაყოფილი ვარ. გადაცემა გამო. ძალიან კარგი კითხვები ქონდა. ხო? კი, ძალიან. ხო, ჟურნალისტისგან ეგ ამბავი ისაა. და ბევრ რამეზე დამაფიქრე და დიდი მადლობა. რაღაცებზე მაქედან ჩაარტყე. ნაფიქრე. ეგ არის.